ოსვის წარმოთქმისას გონება როგორ მივმართოთ უფლის მიმართ. განცდა მაქვს რომ საკუთარ წარმოდგენას მივმართავ ჩემს შექმნილ კერპს და არა ნამდვილ ღმერთს. კი, ეს იმ შემთხვევაშია კერპი თუ იესოს სახელის უკან სხვა რამეს მოიაზრებ და არა ქრისტეს. აი მაგალითად რომელიმე გოგონა და თქვათ სახელი ჯემალი. რა არის გოგონასათვის სახელი ჯემალი? არაფერი არ არის, ჯემალია რა. და უცებ შეუყვარდა ბიჭი, რომელსაც ქვია ჯემალი. იმ წამს ეს თითქოს უხეში სახელი საოცარი სიცოცხლით და ბედნიერებით აღივსება გესმის და მისთვის ჯემალი უკვე იქნება მაგარი სახელი. სიცოცხლის მომნიჭებელი სახელი იქნება, გესმით? სიცოცხლის მომნიჭებელი სახელი. ამიტომ ის ვერ იტყვის, რომ ეს არის არანამდვილი. მაგრამ თუ მე ჯემალი გადაუყვარდება და შეუყვარდება ჯუმბერი და მაგრამ ამას ეტყვის ჯემალი და ახსოვს ჯუმბერი, ის უკვე კერპად იქცევა, იმიტომ რომ ეს სიტყვა ჯემალი აღარ ატარებს იმ ადამიანის არსს, არამედ ჯუმბერის არსს ატარებს. ამიტომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ქრისტეს სახელით რო ადამიანი სისასტიკეს ავლენს. ქრისტეს სახელით ვიღაცას ცეებს, ან გადაუვლის, ან რაღაცას მოკლავს, ხო? ვიცავ ქრისტეს. ის რომ ქრისტესაც ახსენებს, ის არ არის ქრისტე, ის კერპია უკვე. იმიტომ რომ ქრისტე ხო ეგეთი არ არის. ანუ სახარების მიხედვით არ მოქმედებს, გესმით? ამიტომ ჩვენ ქრისტე არ არის კერპი, თუ ჩვენ მას სხვა თვისებებს არ მივანიჭებთ. ხოლო თუ ქრისტეს საწინააღმდეგო თვისებებით ავხჭურვათ, მაშინ ის კერპად იქცევა. ამიტომაც იესოს ლოცვა რო სწორად იქნას წარმოთქმული, ადამიანმა უნდა იცოდეს ღვთისმეტყველება, წმინდა მამათა თხუზულებები, ის ლოცვები იმ ლოცვებზეც უნდა წარმოდგენა ქონდეს, რომელ ლოცვებსაც წმინდა მამები ღმერთს ეუნებოდნენ და სახარებას იცნობდეს. ქრისტოცენტრული აზროვნება უნდა ქონდეს. მაშინ ქრისტე არ იქნება კერპი.